სახარება იმათესი, თავი მე-19. და იყო ვითარცა დაასრულნა იესო სიტყვანი ესე. წარვიდა გალილეაით და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა წიაღ იორდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი და განკურნა იგინი მუნ. მაშინ მოუხდეს მას ფარისევენი, გამოსდიდეს მას და ეტყოდეს. უკვე თუ ჯერ არს კაცისა განტევებაი ცოლისა თვისისაი ყოლისათვის ბრალისა. ხოლო იესო მიუგო და რქუა მათ. არა აღმოგიკითხავსა, რამე თუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი. და თქვა, ამისთვის დაუტევოს კაცმა მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორცს. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორცს. აწუკუე რომელნი იგი ღმერთმან შეაუღნა, კაცი ნუ განაშორებს. ხოლო მათ რქუეს მას. რაისათვის უკვე მოსე ამცნო, წიგნი განტევებისაი მიცემა და განტევებად. მიუგო იესო და რქუა მათ. რამე თუ მოსე გულფი ცხელობისა თქვენისათვის გიბრძანა განტევებაი ცოლთა თქვენთაი, ხოლო დასაბამს არა ეგრე იყო. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ რომელმან განუტევოს ცოლი თვისი თვინიერ სიძვისა და სხვაი შეირთოს, იმრუშებს. და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს. რქუეს მას მოწაფეთა მისთა. უკვე თუ ესოდენი ბრალი არს კაცისაი დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაი. რქუა მათ იესო. არა ყოველთა დაიტიონ სიტყვაი ეგე, არამედ რომელთა და მიცემულ არს. რამე თუ არიან საჭურისნი, რომელი მუცლითგან დედისა თვისისაით საჭურისნი იშვნეს. და არიან საჭურისნი, რომელი კაცთაგან გამოისაჭურისნეს. და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა. რომელი შემძლებელ არს დატევნად დაიტიენ. მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაითამცა ხელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი. ხოლო მოწაფენი ხრისხვიდეს მათ. ხოლო იესო რქუა მათ. აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუაყენებთ მაგად. რამე თუ ეგე ვითართაი არს სასუფეველი ცათაი და დაასხნა მათ ზედა ხელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ, აჰა მოვინმე უხდა მას და რქუა. მოძღუარო სახიერო, რა იკეთილი ვქმნე, რაითა მაქონდეს ცხოვრებაი საუკუნოი. ხოლო იესო რქუა მას, რაისა მეტყვი მე სახიერით. არავინ არს სახიერი გარნა მხოლო ღმერთი. ხოლო უკვე თუ გნებავს ცხოვრებასა შესვლაი, დაიმარხე მცნებანი. რქუა მას რომელნი? ხოლო იესო რქუა მას ვითარმედ. არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილის წამო. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი ვითარცა თავი თვისი. რქუა მას ჭაბუკმან. ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რა იღამაკლს მე? რქუა მას იესო. უკვე თუ გნებავს რაითა სრულიყო, წარვე და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკდა და გაქონდეს საუნჯე ცათაშინა და მოვედ და შემომიდეკ მე. და ვითარცა ესმა სიტყვაი ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამე თუ იყო იგი მდიდარ ფრიად. ხოლო იესო რქუა მოწაფეთა თვისთა. ამინ გეტყვი თქვენ, რამე თუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. და მერმე გეტყვი თქვენ, უადვილეს არს აკლემი განსვლად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა. ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა განუკვირდებოდა ფრიად და იტყოდეს. და ვისმე ხელეწიფების ცხოვნებად? მიხედა იესო და რქუა მათ. კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. მაშინ მიუგო პეტრე და რქუა მას. აჰა ესე რა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდექით შენ. რაიმე იყოს ჩვენ და? ხოლო იესო რქუა მათ. ამინ გეტყვი თქვენ, რამე თუ თქვენ რომელნი ეგე შემომიდექით მე, მერმე სამას შობასა რაჟამს დაждდეს ძეკაცისაი საყდართა დიდებისა თვისისათა, დასყდეთ თქვენცა 12 საყდართა განსჯადა 12 ტომთა ისრაელისათა. და ყოველმა რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ასწილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა და უკანანი წინა.